საგარეო საქმეთა სამინისტროში კი საქართველოში აკრედიტებული საელჩოების და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები მიიღეს, სადაც ევროკავშირსა და ნატოში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემატიკა და თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში განიხილეს. უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა განვლილი წლის განმავლობაში საქართველოსა და საგარეო ასპარეზზე განვითარებული მოვლენებით შეაჯამა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრა. როგორც შეხვედრის შემდეგ საგარეო წყობაში განაცხადეს, დიპლომატებს ბევრი შეკითხვა ჰქონდათ რეგიონალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებებზეც. ელჩებს ესმით, რომ არ შეიძლება საქართველოდან მათი ინფორმაციის მწირი ულუფებით გაგზავნა დედაქალაქებში, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციის მთავარი ამოცანა დღეს არის, რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება მიექცეს ოკუპირებულ ტერიტორიებს და რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულ საქართველოსთან მიმართებაში. ეს მე ელჩებს უთხარი და ვთხოვე, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება იმას, რაც ხდება რეგიონში და ხანდახან უბიძგონ კიდევაც დედაქალაქებს იმისათვის, რომ დედაქალაქებს მკაფიო და ყისიერი რეაქცია ჰქონდეთ რუსეთის ქმედებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეს იყო რეალურად ტრადიციული შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან, თუმცა ამჯერად დიპლომატიურმა კორპუსმა თვითონ ითხოვა საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეხვედრა, იმდენად რამდენადაც მათ როგორც ჩანს დაუგროვდათ მთელი რიგი შეკითხვები. ძირითადი საკითხები ეხებოდა საქართველოში მიმდინარე პროცესებს, მაგრამ არა მხოლოდ